უთოოდირის ანგარიში ასევე ეხება საარჩევნო პროცესის გაშუქებას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა კანდიდატის გაშუქებისას ძირითადად დადებითი ან ნეიტრალური ტონი გამოიყენა 89%, თუმცა გაშუქების უმეტესობა ქართულ ოცნებას დაეთმო 61%. უმეტესი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი თქვეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ ერთადერთ დებატებში მონაწილეობაზე, რის შედეგადაც მმართველ პარტიებსა და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის დებატები არ შედგა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფორმულამ იმედმა მთავარმა არხმა რუსთავიორმა და ტვ1-მა საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას შესაბამისად 61, 56, 82, 52, 80 და 51% დაუთმეს ქართულ ოცნებას. ფორმულაზე მმართველი პარტიის კამპანიის 89% იყო წარმოდგენილი ნეგატიური ტონით, მაშინ როცა კოალიცია ცვლილებებისათვის გაშუქების 88% იყო პოზიტიური. იმედზე პარტია გახარია საქართველოსათვის გაშუქების 89% იყო ნეგატიური, მაშინ როცა ქართული ოცნების გაშუქების 80% იყო პოზიტიური. მთავარ არხზე ქართული ოცნების გაშუქების 90% იყო ნეგატიური, კოალიცია ცვლილებებისათვის გაშუქების 82% კი იყო პოზიტიური. რუსთავიორზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გაშუქების 66% იყო ნეგატიური, მაშინ როცა ქართული ოცნების გაშუქების 68% იყო პოზიტიური. ტვ1-ზე ქართული ოცნების გაშუქების 91% იყო ნეგატიური, კოალიცია ცვლილებებისათვის ძლიერი საქართველოს და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გაშუქების შესაბამისად 50, 54 და 56% იყო პოზიტიური. მთლიანობაში უთოოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული კომერციული მედია საშუალებები გამოყენებული იყო პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ძირს უთხრიდა დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოშვების წარმოებას და აძლიერებდა გამხლიშ პოლიტიკურ რიტორიკას, ნათქვამია უთოოდირის საბოლოო ანგარიში.